დავბრუნდით ეთერში და როგორც ვახსენეთ, ესე იგი რეტროგრადული მერკური, ხო მერკურშია, ხო? თუ როგორ მითხარ, როგორ მასწავლე? რეტროგრადული მერკური. ესე იგი ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციის პლანეტა მერკური ისევ რეტროგრადულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მერკურმა უკუსლად დაიწყო. შესაბამისად ასტროლოგისგან აუცილებლად გვჭირდება რა რჩევები. რჩევები და გავიგოთ ეს უკანსვლა რას ნიშნავს. ვინც უკვე წასულია ჩვენი ცხოვრებიდან უკან დაბრუნდება. თუ ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ დავხდეთ მერკურის სერიოზული პლანეტა არის. რადგან გონია რომ დაცვა დაგვჭირდება და როგორ დავიცვათ თავი. როგორ მოხდეს მოკლედ აი ეს პერიოდი მშვიდად და წყნარად წარადგინე. ინტელექტი და აზროვნება რომ დაგვრჩეს და უკან არ დაიწყოს სინანსულა ესე. მარიამ სუკაკიძე, ასტროლოგი, არაჩვეულებრივი ულამაზესი. მოგესალმებით. პროფესიონალი რაც თავარია და მცოდნე თავის საქმისა. ნამდვილად მცოდნე თავის საქმისა და აი ახლა დაგვამშვიდებს, დაგვაწყნარებს, იმიტომ რომ აი ხანდახან ხოლმე პირდაპირ ისე იწვის რომ ცოტა შემეშინდება ხოლმე. ახლა გვიშველა მერკური რას აპირებს? უკუსლა რო დაიწყო. რეტროგრადობა რეტროგრადობა მოხდა შეიწია მოგეხმარებით ეხლა მე მიშანია ჩვენმა სავარძელმა დაიწყო უკუსლა რას გულისხმობს ეს რეტროგრადობა ჯერ გავშიფროთ რა თქმა უნდა რას ნიშნავს წელიწადში სამჯერ გვაქვს ხოლმე პერიოდი როდესაც ეს მერკური იწყებს რეტროგრადულობას მაგრამ აი თვითონ ეს გაშიფრვა რომ აი რას ნიშნავს retro არის წარსული ხო წარსულში დაბრუნება მაგრამ რას ნიშნავს მართლა უკუსლას არ აკეთებს უბრალოდ ჩერდება ნელდება აი ნელისვლა აქვს და მაგ დროს იქნება ილუზია თითქოს უკან მიდის და თითქოს ჩამორჩენილია მაგრამ რეალურად უკან არ მიდის უბრალოდ შენელება ახასიათებს მე ეს retro და გრადული retro აი ამ პერიოდში ჩვენ რა უნდა მოვიმოქმედოთ რაზე მოქმედებს აი ხა გაიწია რეტროგრადულად ჩვენი სავარძელი ამ შემთხვევაში ასე იცის ხოლმე ესე იგი ქაური ენერგია წავიდეთ უკან ხო ანუ მერკური არის რა თქმა უნდა ინტელექტის ლოგიკის მოლაპარაკებების გაყიდვების პლანეტა ხო ტექნიკასაც მართავს ხო მოგზაურობას მოლაპარაკებებს დოკუმენტებს ყველაფერს მართავს ხო მერკური აქვს გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს აზროვნებაზე და შემოაქვს ქაოსი ცოტა. აი ხდება რომ აი ან ხელიდან რაღაც დაგივარდებათ, ან დაუშვათ შეიძლება რაღაც დაგავიწყდეთ, ან ვიღაცამ დაგიძახოთ უცბად ვერ გაიგოთ, რომ დაგიძახათ, ხო? აი მსგავსი კაზუსები და მის კომუნიკაციები ხდება ხოლმე ზუსტად მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში. ჩვენ მას გადაღლილობას ვაბრალებთ ხოლმე და მაგრამ ასე იცით, აი გონებას ბინდავს. ჩემს უყურადღებობას დააბრალეთ, არა და რეტროგრადობის ბრალ მე თქვი კიდეც ანრი ვეძახთით და არესმოდა და კი, აი გონებას ბინდავს ცოტა, აი ჩვენს გონებასთანაა კავშირში და ამიტომ ამ პერიოდში არ გვინდა ახალი წამოწყებები, 17 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, გვაქვს ეს პერიოდი, დავისვენოთ. აი დასვენებისთვის იდეალური პერიოდი, გონებაც რომ არ გადავღალოთ, დავისვენოთ, ვუყუროთ რაღაცა მხიარულ ფილმებს და დავმშვიდდეთ. აი ახალი წამოწყებები და იქ ევერესტზე ასვლა არ გვინდა ნამდვილად ეს პერიოდი, ხო? ამავდროულად ახლა ვისაც მოგზაურობა უწევს და ვიცი რომ ბევრს უწევს ამ პერიოდში და ეშინიათ ხოლმე და მე მწერენ რომ აი მარია მერკურის რეტროგრადულობაა და აი როგორ შეიძლება წარმატებით ვიმოგზაურო შეფერხებების გარეშე. უბრალოდ მეტი სიფრთხილე გვმართებს. აი კარგად შეამოწმეთ აი პასპორტი ხო ჩადეთ, დოკუმენტები ხო ადგილზე, აი კარგად გადაამოწმეთ 10 ჯერ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს ვიდრე სხვა პერიოდში. მობილიზება გვჭირდება კონცენტრაციის. ეს არის ამ შემთხვევაში გამოდგება ეს. რა თქმა უნდა, კი და აი 12-ვე ნიშანზეა ამას გავლენა. ყველაზე აქვს გავლენა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ასევე ვიცოდეთ. აქ უკვე პერსონალური ჰოროსკოპი კარგია რომ თქვენი იცოდეთ, იმიტომ რომ ვინც თავად რეტროგრადულობის პერიოდში დაიბადა, ისინი მარტივად გადიან ამ პერიოდს. იმიტომ რომ მათთვის ეს ბუნებრივია, კი. და ვინც მერკური რომ იყო დირექტიული, ანუ როდესაც აი ნორმალური სვლა ახასიათებდა, მაშინ აი მათ აი ძალიან აქვთ ეს გონების დაბნება. იცი რა მაინტერესებს ჩაგიკითხო თუ კაც როცა გაგაწყვეტინეთ. ვინც ამ პერიოდში დაიბადაო და ეს როგორ უნდა გავიგოთ რა პერიოდში დავიბადეთ? ანუ ირადი რუკა უნდა შედგეს. აუცილებლად კი. იქ ჩანს რომ აი რა პერიოდში დაიბადა ადამიანი. კარგი, აი ადამიანს რომელსაც აუცილებლად აი ამ
პერიოდში რაღაც ახალ საქმეს იწყებს, უკვე საქმეზე მისული არსებობს რაღაცა რო დაიცვას თავი, ან რაღაცა დაიცილოს აი ამ პერიოდში დაწყებული საქმე რო სწორად წაუვიდეს. შემთხვევით რომ არ ჯობი არ და მაგრამ არის გამოუვალი მდგომარეობა ხოლმე რომ აუცილებელია რომ დაიცვას. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ რომ ვიცით რომ ასეთი პერიოდი გვაქვს, რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ აი გავაკეთოთ აი აფირმაციები არსებობს, რომ აი მე ვიზიდავ წარმატებას, მე ვარ დაცული, ყველაფერი მიდის ისე როგორც მჭირდება. ეს ფრაზები რო გავიმეოროს, დავაპროგრამებ დადებითად და შემდგომში აი მარტივად ჩაივლის ეს მოლაპარაკებები. თუ გადაუდებელია და აუცილებლად გვჭირდება ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ერთგვარი აი ჩიტ-კოდები, ეწინაზე თქვი, კი ბატონო, ეს არსებობს და კიდევ რამე ნეგატიური აზრი თუ გაქვს და შფოთიანობა თქვით, ვაუქმებ. გონებაში თქვით ვაუქმებ და მორჩა გაუქმებ. თანაცებ კაცრად ვაუქმებ, აბა რა. კი, ვაუქმებ. ეხლა სფეროები, რაშიც შეიძლება ეს პრობლემები უფრო ჭარბობდნენ? რა თქმა უნდა, პირადი ურთიერთობები ადამიანებს შორის, ხო, აი უამრავი მისკომუნიკაცია, რომ აი შეიძლება არასწორად გაიგოს ან მოეჩვენოს, რომ ცუდი ტონი გქონდათ და ეწყინოს მერე, ხო? ამიტომ შევეცადოთ, რომ ეხლა ყოველთვის ვერ გააკონტროლებ ტონს ადამიანი, ხა მით უმეტეს ქართველები ემოციური ერი ვართ, რა თქმა უნდა, ხო, ეს მაგრამ ყოველთვის ხო შეიძლება სხვათა შორის კი შეიძლება ეს არ უნდა ასე არ უნდა არა ნუ ყოველთვის კაცრი ინტონაცია უნდა არა პირიქით ეწყინება რომ ვაუქმებ რა ეხა მე გამაუქმე გეტყვის მართლა გულში თქვით გონებაში თქვით კი ბატონო თუ მაინც მოხდა ეს გაუგებრობა და მისკომუნიკაცია შეგვიძლია რომ უბრალოდ ავუხსნათ ადამიანს რამდენჯერმეც რომ მოგვიწიოს გამეორება ავუხსნათ არა უშავს რეტროგრადულს რომ ვახსენებთ ყოველთვის რაღაცა გონია რომ წარსულიდან ვიღაცები ბრუნდებიან ფლეშბექებია ნოსტალგიებია ამ პერიოდში რა შეიძლება დაბრუნდეს წარსულიდან აი ამბობენ ხოლმე რომ ყოფილები ბრუნდებიან ამ პერიოდში და მართლაც ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ბრუნდებიან ყოფილები მაგ პერიოდში მაგრამ არა მოდი ვთქვათ ჩნდებიან კი ბატონო ჩნდებიან აი მაინტერესებს მაგრამ სხვა შორის თუ დაბრუნდა ადამიანი ეს ნიშნავს რომ გეშტალტია დასახური უბრალოდ გეშტალტი აი კარმული გეშტალტი რაშტატი ხო ეს ფსიქოლოგიური ტერმინია აი გეშტალტი ანუ ესე იგი გამოდის რომ თქვენ არაცნობიერში რაღაცა პროგრამა არის რომ ან წენა გაქვთ ან ბოლომდე ვერ აპატიეთ და მაგიტომ მოიზიდეთ ეგ მაგას ნიშნავს მარტივად რომ ვთქვათ ამიტომ თუ გამოჩნდა ვაუქმებ აი დაბრუნდა ხო ვაუქმებ ვიტყვი და ის რომ გაუქმდეს რა თქმა უნდა გაუქმდება მაგრამ მაინც შეიძლება თქვენში დარჩეს ეს წენა. ამიტომ თუ ვიღაცა გამოშვა წარსულიდან თქვენ ეს არ გსიამოვნებთ, უბრალოდ დაამუშავეთ, აი გაუშვით წენა, აი თქვენ თავს გკითხეთ, რომ რატომ მოვიზიდე ახლა ეს ადამიანი. ესე იგი რაღაცა არის, რაც ვერ გიპატიებები, აპატიეთ, კი, მიუტევეთ აპატიეთ. აპატიეთ. შეიძლება მართლა ვიღაცაზე არ არის. რა შეიძლება დაბრუნდეს? რატომაც კიდევ ერთხელ ვამბობ, სულ გონიო რაღაცა უარყოფითი უნდა დაბრუნდეს. ხო შეიძლება რაღაცა კარგი პერიოდიც დაბრუნდეს. კარგი პერიოდიც ბრუნდება ხოლმე, რა თქმა უნდა, ეს ზოგადად ადამიანების ფსიქიკას ახასიათებს, ხო, ეს ნეგატიური აზრები, ხო, ჩვენ სამწუხაროდ ნეგატივიზმი ქვია მაგას და ეს სენია კაცობრიობის, რომ ყოველთვის ვფიქრობთ მაინც ცუდზე და რა თქმა უნდა, მასე ვართ გაზრდილები ცოტა ისეთ გარემოში, ხო, შფოთიან გარემოში, რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ აქ უნდა გვახსოვდეს, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერია ჩვენზე დამოკიდებული, რაც მოვიზიდავთ და როგორ მივიღებთ. ყველაფერი ცხოვრებაში ხარ, რაც ბრუნდება, თუ შეიძლება თმარო გადაიწიო, რომ კარგად გაისმის შენი ხმა. აი ასადად. ხო. აი ვაუქმებთ, ახლა ვთქვათ, თმას პეტრიჩკიდან ვაუქმებთ, ნახე გადაიწიო. აი სხვა შორის მზე შედის დღეს ლომში და ეს ფაფარი გადავიწიე, ესე იგი. ზუსტად ასე მოხდა, მზე შედის ლომში და მაგაზეც ვისაუბროთ, რას ნიშნავს. ესე იგი მზე რო ლომში შედის, დღეს საღამოს შევა ლომში ერთი თვით და ნუ რა თქმა უნდა ცეცხლის პერიოდია, ხო, ლომებისთვის ძალიან კარგი პერიოდი იწყება. ეს არის პერიოდი დასვენების, თვის ტრანსლირების, იმის რომ გავხდეთ უფრო ეგოისტები კარგი მხრივ. ანუ მეტად მოვუაროთ ჩვენ თავს. რა თქმა უნდა, წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი ლამაზ ფოტოებში რომ დავისვენებთ, რა თქმა უნდა, მასეთი პერიოდია ახლა და ცეცხლის ნიშნებისთვის კარგი პერიოდი დგება უკვე დღეიდან. ანუ ეს არის რა, მშვილდოსანი, ვერძი, ლომი. ამ ნიშნებისთვის კარგი პერიოდი დგება. აერმა და მიწამ და წყალმა რა დააშავა. ხო, ტყუპებმა რა დაგიშავეთ. არა, ტყუპებისთვის კარგი პერიოდია 31 ივლისამდე ვენერა არის ტყუპებში. თუმცა ეხლა ცოტა ნეგატიური ასპექტირებებია, შეიძლება მეტი გაღიზიანებადობა გქონდეს ფინანსების და პირადის მხრივ და არა უყვეთ. ხო, აუქმებთ აუცილებლად, აღარ გაქვს გაღიზიანება. ხო, უკაცრავად, მოხსენეთ, ვაუქმებთ. მაინც ეს თეატრალური არის მასში. მოდი პატარა რჩევები მოგვეცი. აი
ეს პერიოდი ნებისმიერმა, ასე ვთქვათ, არ აქვს მნიშვნელობა ჰოროსკოპის. სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ხო, როგორ გამოვიყენოთ? ხო, ეს მერკურის რეტროგრადულობა გვაბრუნებს წარსულში, მაგრამ ბრუნდება ის ფიქრები წარსულიდან, რაც გასაშვები გაქვთ. ისევ და ისევ ვამბობ, რომ მივუტევოთ ყველას, ჩვენ თავსაც ვაპატიოთ შეცდომები, ხა შეუცდომელია, არავინ არ არის. აი მაგისთვის არის კარგი პერიოდი, რომ დავუშვათ, აი ვალები თუ გაქვთ, დავუშვათ, აი ვალები რომ გაასტუმროთ. ანუ ვიღაცას შეპირდით რაღაცას და ეხლა გააკეთოთ. ანუ წამოწყებებისთვის არაა კარგი პერიოდი, მაგრამ აი წარსულის დამუშავებისთვის იდეალური პერიოდი. აი ვალები თუ გქონათ რომ გაისტუმროთ, ან დავუშვათ დაამუშავოთ ის წარსული წყენები, რაც გაქვთ. ხო, მე მგონი რომ მარტივია წარსული წყენების დამუშავება, ესე ერთში ყოველას ვერ გაისტუმროთ. არა, მაგრამ შეიძლება დავიწყოთ. ვაუქმებ, მაგრამ დიდი მადლობა, მარიამ, არაჩვეულებრივი და საინტერესო და მნიშვნელოვანი რჩევებისთვის. ახალ მთვარეობაც გვაქვს და ესეც უნდა ვთქვა აუცილებლად 24-ში გვაქვს ახალ მთვარეობა. ძალიან მოკლედ გითხარი. კი, ახალ მთვარეობის დროს, ესე იგი შეგვიძლია მანიფესტაცია გავაკეთოთ, ჩავიფიქროთ 24 ივლისს ეხლა გვაქვს და ჩავიფიქროთ სურვილები მაქსიმალურად და მოვიზიდოთ ის, რაც გვინდა. აჰა, ძალიან კარგი. ესე იგი ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, გამოვიყენოთ ყველაფერი სასარგებლოდ, ვიყავით მობილიზებულები და ეს რეტროგრადული პერიოდი გაიარეთ მშვიდად, კარგად, ყველაფერი იქნება კარგად. მოკლედ მარიამმა ესე იგი ჩვენ დაგვამშვიდა.